დავბრუნდეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დათო კოდუასთან ერთად ზუგდიდში შალვა-დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, ითქვა, რომ დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ მათი საცხოვრებელი პირობები იყოს ღირსეული და ყველა ის საჭიროება და პრობლემა, რაც დღეს უდგათ მათ, მაქსიმალურად იქნას აღმოფხვილი. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას, თუ რა ჭირდებათ მან და მათ და ჩვენ მაქსიმალურად ვინდომებთ, რომ ამ ადამიანებს ყისიერად მოუგვარდეთ ის პირველადი პრობლემები.